Ჩემთვის ეს ახალი არ ყოფილა, იმიტომ რომ ამაზე მუქარა დიდი ხანი არის და ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ბიზინა ივანიშვილმა ჩაიჯიბოს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე და ჩემი ოჯახის ცხოვრების მანძილზე მონაგარი ჩემი ექიმობით, ჩემი შრომით და საერთოდ რაც გამიკეთებია ყველაფერი. პრინციპში მე თუ გონია რომ თქვათ ამითი მე ან შევშინდები ან რაღაცადაც მითქვია რომ პრინციპში ჩემთვის მატერიალურ ქონებას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ არავინ არ დავდაბადებულ ვართ, დიდრები ყველანი დავიბადეთ ცარიელი ხელებით. და მე ჩემი შვილები გავზარდე 22 მეტრიან ოროთახიან ბინაში, რომელსაც აივანიც არ აქვს და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ყოველთვის შეიძლება ადამიანმა ყველაფერი დაიწყოს თავიდან. და იმის საპირწონედ რომ მე მაგალითად არ ვიცი ან ჩემი შვილი გავყიდო ან ჩემმა შვილმა თავის თავზე აიღოს ის, რაც არ გაუკეთებია, მაგისი ფასი არაფერი არ არის, მე ასე ვფიქრობ. როგორ გავიგე და გუშინ რატომღაც დამიწყო SMS-ებმა შემოსვლა, რომ ჩემი საბანკო ბარათებმა ზე ვიღაცამ დაიწყო ბანკომატიდან თანხის გამოტანა და დაიბლოკა. ყველა ბარათი დაიბლოკა და მივხვდი უკვე რომ რაღაცა ხდებოდა. მაგრამ პრინციპში არავის წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ მოუწია, არ დაურეკავს, ან არ შეუტყობინებია, რომ ასეთი რამე იყო მოსალოდნელი. დაურეკე მოკეთ ჩემს ბანკირს და გავიგე ეს ამბავი. რა გითხრათ ახლა მე პრინციპში? ალბათ მოსალოდნელი იყო თუ არა, პრინციპში თქვენ საუბრობთ, რომ მუქარებიც ამას მოასწავებდა, რომ შესაძლოა მოსალოდნელი იყო რამის ახლა ჩემი შვილის გულისთვის კონსტიტუცია შეცვალა ამ კაცმა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონები მიიღო ისეთი კანონები, რომელსაც უკუზალა არ აქვს მაგალითად. თქვენ გულისხმობთ ბაჩაშვილის საქმის ინსპირაციით შეცვლილ კანონებს, სადაც ფინანსურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ განისაზღვრა დამატებითი შეზღუდვები, ასე თუ შევაფასებთ კანონს. პრინციპში მიიღო ისეთი კანონი, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მიიღო ისეთი კანონები, რომელსაც უკუზალა არ აქვს მაგალითად. პრინციპში, მაგრამ ეხლა ეს ჩემი შვილი ამ შემთხვევაში არის რაღაც ის ნიშნული, რომელზეც უნდა გააკეთოს სწორება ყველა მისი კაბინეტის წევრმა, იმიტომ რომ პრინციპში ის ეუბნება ამით, რომ აი რას ბაჩიაშვილს მოუვიდა, თქვენს იგივე მოგივათ. თქვენს იგივე მოგივათ და აუხდა კიდეც ახლა ძალიან ბევრს. და პრინციპში ბევრი რიგშია. და დარწმუნებული ვარ, ძალიან შეშფოთებულებიც უნდა იყვნენ ისინი, ვინც დღეს კაბინეტის წევრები არიან, იმიტომ რომ ვინც გუშინ დაიჭირეს, ისინი გუშინ წინ კაბინეტის წევრები იყვნენ. ამიტომ არავინ არ არის დაცული, მაგრამ ასევე მინდა მიმართო ინტელიგენცია სამედიცინო საზოგადოებას, ჩემს კოლეგებს, რომ არც ისინი არ არიან დაცულები. მე ჩემს ანგარიშზე მაქვს მხოლოდ და მხოლოდ ის თანხა, რომელიც ჩემი ხელფასით მაქვს გამომუშავებული. არც ერთი თეთრი არასდროს ჩემს შვილს ჩემთვის არ ჩაურიცხია. მე ეს თანხა არ ჭირდებოდა, იმიტომ რომ მე ჩემი შრომით საკმაოდ ცნობილი ექიმი ვარ, ჩემი მეუღლე ძალიან ცნობილი პროფესორია ქირურგია, ამ რამდენიმე წლის წინაც კი 2 წელია თავი გაანება მუშაობას, თორემ მანამდე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და ცნობილი ქირურგი იყო. არ ჭირდებოდა მე არც არავის დახმარება, არც რამის ყიდვა, იმიტომ რომ სახლი მქონდა კარი და მანქანა და ყველაფერი ჩემი მქონდა ნაყიდი. ქალბატონო მარინა, ცხადია რომ თქვენს ფინანსებს არ ერჩის თქვენს შვილს ბევრჯერ თქმულა გიორგი ბაჩიაშვილის საქმე ბიძინა ივანიშვილის პირადი საქმეა. და ეს არ არის მხოლოდ პირადი შურისძიება, ეს არის სხვებისთვის, ასე ვთქვათ, სიგნალი მათ შორის მისი გუნდის წევრების მისამართით. დიახ, ეს არის ნიმუში, როგორც ადრე ბავშვებს ასწავლიდნენ ხოლმე საბავშვო ბაღში რაღაცის მიხედვით 2-2 მიმატო 4-ია და აიღებს 2 ვაშს და უმატებს ერთმანეთს და 4 ვაში გამოდიოთ, იგივე აგება ბაჩიაშვილის საქმე და აგებს თქვენი საქმე და მიაყოლა კიდეც ვიღაცების საქმეები. როცა თქვენ მიმართავთ სხვებს, გიორგიზე უფრო ახლობელი იყო და უფრო დიდხანს უმუშავია მასთან. ესეთი კაცის გაწირა. რა ქალბატონო მარინა, როცა თქვენ მიმართავთ სხვებს, რომ არავინ არ არის დაცული, ბოლოს კითხავთ თქვენ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს გვერდთვებით უცხოეთიდან? მე თავს აქ უსაფრთხოდ გრძნობ, მაგრამ თავს უსაფრთხოდ არ ვიცი სადაც გრძნობს ადამიანი, მაგრამ აქ ნამდვილად დაცულად გრძნობ ამ ქვეყანაში თავს.
მაგრამ რა ქნან ის ვის მანდარიან და ვერ გამოდიან ბევრი. დიახ. დარწმუნებული ვარ, მაგან შეიძლება იმდენი გააკეთოს, ჩემზე სახსდა საქმე, ალბათ რატო იყავი ექიმიო მაგალითად. კი ბატონო, პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოძიება გრძელდება ბაჩიაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრების თუ სხვა პირების დანაშაულში ჩართულობის დადგენის მიზნით, მოკლედ პროცესის გაგრძელება ექნება, ეს არის გზავნილი. კი ბატონო, ეხლა მის ფანტაზიაში რა მოიხარშება, მე კიდე არ ვიცი, მაგრამ ეხლა თუ კი ვინმე სოდესმე დავლაპარაკები ვარ მე პირადად ის რომ კრიმინალად შერაცხონ ან ჩემი შვილი ვინმეს ეხლა 1000 ადამიანის ნაცვალებო წრეობს. ეხლა რა უნდა უთხრა მე ამ ხალხს რომ გავთხილდით ხალხო, თქვენზე შეიძლება თქვენი ქონებას დაგიყათაღონ და თქვენი ნივთებიც წაიღონ ალბათ. არ ვიცი, რა ვიფიქრო, შეიძლება აგერ ვერტალოდი გასაფრენად ემზადება და ბოლო ფულებს აკრეფავს და ჩემი ის რა ქვია, ქვაბები და ჩამჭურჭელი ჭირდება კიდე წაიღოს. რა გითხრათ აბა?